მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე გვიყუროთ YouTube-ზე, პალიტრა ნიუსის არხზე. კურიერის ინფორმაციით, ანუ სამთავრობო მედიის, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჯაშუშვების ბრალდებით სუსის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. შეხსენეთ, გიორგი უძილაური იყო ადამიანი, რომელიც იყო ჯგუფ ქართუს პრესსამსახურის უფროსი, ფაქტობრივად როცა ჟურნალისტებს 2011-12 წლებში 2013 წელსაც ასევე გვინდოდა ივანიშვილთან დაკავშირებას უძილაურის მეშვეობით უკავშირდებოდით. ის იყო მისი მთავარი წარმომადგენელი მედიასთან და დღეს, როგორც გითხარით, სუსმა ის დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ანუ ის ხაზი არის გასმული, რომ რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის არ არის დაკავებული, არამედ დაკავებულია ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო სასარგებლოდ ჯაშუშობისთვისო. ანი მიროტაძე ჩაგვერთვება, რომელიც სწორედ იმ დროს იყო ქართული ოცნების კოალიციაში, როცა უძილაურიც იქ იყო და ასევე გიორგი უძილაურის და ანი მიროტაძეს ჟურნალისტები არიან და ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. ანის მივესალმები, გამარჯობა ანი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოკლედ რო გვითხრა, შენი შეხედულება, რასთან გვაქვს შენი აზრით საქმე, გიორგის პირადად იცნობ, კარგად დიდი ხანია და აქედან გამომდინარე მაინტერესებს შენი აზრი. მე რა მოგესალმები გობა ჩართოს ვიცნობ ძალიან ქართულიდან ჩვენ ახალგაზრდობდით ერთად და ჩვენი ურთიერთობა ითვლის ძალიან ბევრ წელს 20 წელს და რამეში ვერავინ და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ არასოდეს გიორგი უძილაური არაფერს არ გააკეთებს და მით უმეტეს ჯაშუში არ იქნება სადაც არ უნდა იყოს რა პლატფორმაზეც და რა პოზიციაზეც მე გიორგი 2 წელი არ მინახავს არ გქონია ურთიერთობა მაგრამ ეს არაფერს არ ცulis იმის მიუხედავად რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგზე ვიმყოფებით ანუ ის დარჩა და არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და მე დიდი ხანია უკვე მიმაჩნია რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ იმიტომ რომ ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნის დანაშაული არის ამ ქვეყნის წინაშე ამ ყველაფრის მიუხედავად რაშიც სრულად ვარ დარწმუნებული რომ არასოდეს გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს ეს ვიცი ზუსტად ამიტომ მგონია რომ ეს ამბავი რომელიც დღეს გავიგე და სრულად გაოცებული დავრჩი მგონია რომ უნდა იყოს გარკვეული ანგარიშწორება მის მიმართ მაგრამ რას უნდა უკავშირდებოდეს ჩემთვის რთული სათქმელია ან შესაძლოა მართლა ფლობს რაღაც გარკვეული ინფორმაციებს უძილაური მაგრამ არავინმესთვის გადასაცემად არამედ ინფორმაციები შესაძლოა დაუგროვდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინაიდან თქვენც აღნიშნეთ და ყოველთვის ნათელია რომ 2012 წლიდან ბიზნა ივანიშვილის პრესპიკერობიდან დაწყებული ქართუს პრეზიდენტობით გაგრძელებული და ხა უკვე შემოსავლების სამსახურში მუშაობით გიორგი უძილაური იდგა და აკეთებდა იმას რაც რისიც ჯეროდა მე ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ აი სრულად ვარ ამაში დარწმუნებული რომ არც ერთ სამსახურს ის არ გამოიყენებდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად აი რა ვიცით როგორ გითხრათ აი იცით როგორ წარმოუდგენელი ამბავი თუ ვინმე შეგიძლია წარმოიდგინოთ რომ არასოდეს საკუთარ ქვეყანას არ დააზიანებდა ეს არის გიორგი უძილაური ამიტომ ძალიან სერიოზულად მიჩნდება ეჭვი რომ ხომ არ აქვს ადგილი უძილაურის მიმართ გარკვეულ ანგარიშწორებას, ოღონდ არ ვიცი ვინ არის დამკვეთი, ან შეიძლება დამკვეთა ჯგუფი, ან შეიძლება აღარ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იმდენად გაუგებარია ხა თვითონ ინფორმაციაც რომელიც გავრცელდა რომ თურმე წლების განმავლობაში ჯაშუშობდა და ამ ხნის განმავლობაში ყავდათ მაინც ჯაშუში, თურმე რომელიღაც ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ და ამას არანაირად არ აცხადებენ და რასთან გვაქვს საქმე. გარდა მაგისა, მისიც არავინ არ იცის რა ინფორმაციები უნდა გადაეცა გიორგი უძილაურს, არ ვიცი რა ხელმისაწვდომობა ჰქონდა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ აი ახლა გამახსენდა
ბოლო აი მიხეილ სააკაშვილის ბოლო პრეზიდენტობის ბოლო დროს რომ იჭერდნენ ადამიანების ჯაშუშობის ბრალდები ზოგი პროსამსახურში რომ მუშაობდა ზოგი მათი ფოტოგრაფები რომ იყვნენ და გახსოვთ ხო ფოტოგრაფების გახმაურებული საქმე რომ ეხა ყველა ინსტანცია რომ მოიგეს მე რომ არანაირ ჯაშუშობასთან საქმე რო არ ქონდა მე ვფიქრობ რომ დაახლოებით ასეთი ამბავი არის დაახლოებით მგონია რომ რაღაც ისეთი წარმოუდგენელი ინფორმაციები არის რაღაც ისეთი წარმოუდგენელია, რომელსაც ალბათ გავიგებთ თუ რა თქმა უნდა, გრიფი არ დაადეს ამ საქმეს და იმეც ვიტოვებ, რომ გრიფი არ იქნება და საიდუმლოდ არ დარჩება, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება ერთი ჩვეულებრივი რიგითი საქმე. იმის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, იმის მიუხედავად, რომ გიორგი უძილაურის და ჩემი პოზიციები ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ზუსტად რაც ვიცი ის ვერ იტანს უსამართლობას და რაც ასევე ზუსტად ვიცი ის არანორმალურად უყარს თავისი სამშობლო და არანორმალური პატრიოტია საკუთარი სამშობლოს. ამიტომ ვერ დამაჯერებს მე რომ ეს რაღაც მსგავსი ჩაიდინა უძილაურმა. თქვენს მაყურებელსაც უნდა უთხრა და ზოგადად ყველა ადამიანს, რომ შესაძლოა ადამიანების მიმართ არსებობდეს გარკვეული კითხვები, მაგრამ ხომ არის გამოკვეთილი ხაზი, ხო ვიცით აი სუმიუდმოდ, როდესაც ადამიანებს საუბრობთ, რომ რა შეიძლება ჩაიდინოს და რა არასოდეს არ შეიძლება ჩაიდინოს. აი ამ კატეგორიაში გადის ზუსტად ის, რომ გიორგი უძილაური რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმეს გააკეთებს, ეს შემიძლია გითხრათ, რომ არ გააკეთებს და ეს რომ არანაირად არ არის სიმართლეს თანახმად, ეს შემიძლია გითხრათ, რომ ანი შენ საუბრობდი რომ შეიძლება ეს იყოს ანგარიშსწორება იყოს შეიძლებაო და რა მიზეზი შეიძლება გქონოდათ ანუ ანგარიშსწორებისთვის დღემდე იყო საჯარო სამსახურში ხო? სწორედ ამას არ ვიცი მიზეზი, სწორედ რომ ბევრი ყოველი შესაძლოა არის კიდევ ერთხელ ხალხი არ მაქვს აუცილებლობა ბოლორი გიორგითან მქონია უბრალოდ რაღაც ისე გამოვიდა რომ არ გარდა ამას დაემატა ისიც რომ ჩვენ სხვადასხვა პლატფორმაზე ვართ პოლიტიკურზე და შესაბამისად უფრთხილდებოდით ერთმანეთს რომ არ გვეჭხუბა ერთმანეთთან იმიტომ რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია გიორგისნაირი ადამიანები იყვნენ აი ესეთი რეჟიმების სამსახურში აი სრულიად მიუღებელია ეს და კიდე ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც არ უნდა იყოს ახლა არიან ადამიანები, რომლებიც პირად კეთილდღეობისთვის არიან იქ მისულები და დარჩენილები და არ ვიცი, ყველა კარი შეამტრიეს და ისე შევიდნენ, მაგრამ გიორგი უძილაური არ გადის ამ კატეგორიაში. ის ჩემთან ერთად იბრძოდა ბევრი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი გიორგი უძილაურიდან გამომდინარე, თუ ახლა არ შეცვლია პოზიციები, არ ვიცი, ზუსტად დაკავშირებული არის სწორედ ამ ქვეყნის განვითარებასთან, დემოკრატიულ განვითარებასთან, ევროპულ პერსპექტივებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლოა ეს მიუღებელი არის და ალბათ მიუღებელია გიორგი უძილაურის დამოკიდებულებები ზოგადად ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მიუღებელია ეს ერთი. მეორე შესაძლოა ის რაღაც გარკვეული ინფორმაციებს ფლობდა, მაგრამ არა ჯაშუშების მიმართულებით, არამედ ამათი კაიკაცობის შესახებ. და ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შესაძლოა ეს ასე იყოს, ვინაიდან ის ბევრი წლის ჟურნალისტია, გამოცდილი ჟურნალისტია, მან ძალიან კარგად იცის ინფორმაციების როგორც მოპოვება, ისე დამუშავება და არ გამორიცხავ, რომ ბევრი ინფორმაცია აქვს ამათი საქმენი საგმირონიას შესახებ. და ასეთი ბევრი საქმენი საგმირონია არსებობს. ამაში ყველა კარგები ვართ. ყველამ ძალიან კარგად რომ კორუფციის მაღალი ხარისხი რომ არის ამ ქვეყანაში და თითქმის ყველა ვისაც შესაძლებლობა აქვს ჩართული რომ არის ამაში. არ გამორიცხავ მე რომ რაღაც მსგავსთან მქონდეს საქმე და შესაძლოა ვიღაცების ინტერესში გიორგი უძილაურის გამო. გასაგები ანი მადლობა სხვა არგუმენტი მე არ მაქვს და ცალსახად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რომ მისი ჯაშუშობა აი როგორ გამოგონილი ამბავი მგონია იცით რომ აი 1% არ შეიძლება იყოს ამაში სიმართლე იქიდან გამომდინარე რომ მე ვიცი როგორ უყურებს ის საკუთარ სამშობლოს. გასაგებია მადლობა დიდი ანი მიროტაძე გვერდთვებოდა შეგახსენებთ რომ დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით ბიზნეს ივანიშვილის ყოფილი პრესდივანი გიორგი უძილაური რომელიც დღემდე საჯარო სამსახურში მუშაობდა და როგორც სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდაო მეტია ინფორმაცია არ აქვს ანი თქვა რომ მას არ ჯერა მისი ჯაშუშობა რადგან დიდი ხანია იცნობს და მეგობრობს
მასთან და შეიძლება ეს იყოს როგორც ის ამბობს ანგარიშჯორება რაღაც მიზეზებით. ეხლა კი დავალთ და ვისაუბრებთ საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის ურთიერთობაზე. იცით რომ სომხეთში გაიმართა გუშინ ევროპული გაერთიანების სამიტი, დღეს კი ევროკავშირის და სომხეთის სამიტი გაიმართა. ერევანში იყოფებოდა ირაკლი კობახიძეს, როგორც ის ამბობს 25-მდე ლიდერი შეხვდა, თუმცა მხოლოდ კადრების მიხედვით გვაჩვენეს მაკრონთან ხელის ჩამორთმევა და ზელენსკისთან გასაუბრება. დანარჩენი ასე ვთქვათ, ტონალობაში გრძელდება მათი დამოკიდებულება ევროკავშირთან, კვლავ თითისქნება და ფაქტობრივად იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირს უფრო ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. ირაკლი კობახიძემ თქვა გუშინ, რომ საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი და ის 7 ქვეყანას აკავშირებს ევროპასთან. ანუ ფაქტობრივად მისი გზავნილი იყო, რომ ჩვენს გარეშე ვერც აზერბაიჯანი, ვერც სომხეთი და ვეთუმეტეს ვერც შუა აზია, თუ ევროკავშირს უნდა მათთან ურთიერთობა და ვაჭრობა, ენერგეტიკული ურთიერთობა, ჩვენს გარეშე ეს არ გამოვაო. დაახლოებით როგორც ჩანს ამ იმედზე არის, ამას ემყარება მათი იმედი ევროკავშირთან ურთიერთობის დაალაგების და კიდევ ერთი რაც თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა, ბატონმა ლევან მაჭავარიანმა, იყო ის, რომ დიდი ხანია ისინი ცდილობენ ჩვენს ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, ვერც არჩევნებში მოგვიგეს, ხუთჯერ რევოლუციას ვიწყობდნენ და უნდა შეეგუონ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ხელისუფლება, ანუ ვერ დაგვამარცხებენ და უნდა შეეგუონ და ჩვენ დაგველაპარაკონო. კახა გოგოლაშვილი არის ჩვენი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა ბატონ კახამ გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმ ფონზე როცა ვთქვათ სომხეთთან სულ უფრო ავითარებს ევროკავშირი ურთიერთობას, ხო ახლა უიზომი მოსვლაზე არის უკვე საუბარი, აგერ ურსულა ფონ დერ ლაიონმა თქვა სომხეთსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის ფარგლებში ვიზა ლიბერალიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტიაო ჩვენ სომხურ ბიზნეს ახალ ბაზრებზე გასვლაში ვეხმარებით. საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი მორიგ ესეთი მკაცრ ანგარიშს იღებს და ნუ მე ვთქვი რა დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების ლიდერებს ევროკავშირთან, ანუ ისინი ამბობენ, რომ მაინც დავჭირდებით, იმიტომ რომ ჩვენს გარეშე ზღვაზე ვერ გავლენ ეს ქვეყნები და ევროპას ვერ დაუკავშირდებიან. თქვენ რას ფიქრობთ, ადრე თუ გვიან მოხდება თუ არა ქართული ოცნების და ევროკავშირის ურთიერთობების აღდგენა, იმ პირობებში რა პირობებიც ქართულ ოცნებას უნდა? რა თქმა უნდა, საინტერესო კითხვა. გააჩნია რა უნდა ქართულ ოცნებას. თუ ქართული ოცნება პირდაპირ ამბობს იმას, რომ მას არ უნდა არაფერი ევროკავშირისგან, ანუ არ ჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირება, რაც უნდა და ჭირდება ქართულ ხალხს. და საქართველოს მაგას არ ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ კი გჭირდება, მაგრამ ისეთები უნდა მიგვიღონ, როგორებიც ვართ. მესმის, მაგრამ აქ მიღებაზე არ არის საუბარი. ეს უნდა კარგად გავაცნობიეროთ. ეს საუბარი, რომელსაც ისინი ეწევიან, ეს არ ეხება ევროკავშირში მიღებას. ჩვენ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და რაღაც ამის გულისთვის ევროკავშირში არავის არ იღებს. ევროკავშირში ამის გამო შეიძლება ევროკავშირმა არ გაწყვიტოს შენთან ეკონომიკური ურთიერთობები, განახორციელოს რაღაც ინფრასტრუქტურის პროექტები, რეგიონალური მასშტაბის რაღაც კომპონენტებში, პროექტების კომპონენტებში ჩაგრთოს და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირის გაწევრიანებას, ოცნებას თუ არ აინტერესებს აბსოლუტურად პირდაპირ უნდა უთხრას თავის ხალხს მაშინ და ჩვენ გავიგებთ იმას, რომ ხო, ევროკავშირი საბოლოო ჯამში ურთიერთობს აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, რუსეთთანაც ურთიერთობდა, ეს ომი რო არ დაეწყო რუსეთს, ხო? ანუ ავტორიტარულ სახელმწიფოებთან საერთოდ ურთიერთობების გაწყვეტაზე ევროკავშირი არასდროს არ საუბრობდა. ყველა სახის ჩინეთთან ვაჭრობს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოქალაქეების უმრავლესობას რომ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც მოიტანს ქვეყნისთვის უბრალოდ რაღაც ელიტისთვის კი არა, რომელიც გადაზიდვებში რაღაც წილები ექნება და ასე შემდეგ, ხო? ან თავისი კომპანიები მიგავლენენ მოგებებზე და რაღაცა. არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რაც სარგებელს მოიტანს უმნიშვნელოვანეს, ერთიორად გაზდის და მეტად კიდე ქვეყნის მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ან სხვა სახის ესე ვთქვათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ამაზე უარს ამბობს, ესე იგი ოცნება გამოდის ამ საუბრებით და ამ ლაპარაკით. და დანარჩენი მე არ გამოვრიცხავ, რომ მაგალითად ეხა ევროკავშირმა იმის გამო, რომ თქვა დერეფნის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპა-აზიის დერეფნის თავისი დაკავშირებულობის ყველა კომპონენტით, ხო? ანუ რო ეს არ ჩავარდეს ეს საკითხი, საქართველოს ნებისმიერი სახის ხელისუფლებასთან, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს, ანუ რომელიც ფაქტიურად აკონტროლებს ტერიტორიას,
მიუხედავად მათი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, შიგთავსისა და მათი პოლიტიკური სახისა, აწარმოოს მასთან ბიზნეს ურთიერთობები. ეს არ არის აბსოლუტურად გამორიცხული აგერ აზერბაიჯანთან შვენივრად ურთიერთობს ამ კონტექსტში, მაგრამ აზერბაიჯანის ხალხს რა გაუმჯობესდა აზერბაიჯანის მოსახლეობას რაღაც ესე ვთქვათ პერსპექტივები განვითარების. არის რაღაც ძალიან მდიდარი ელიტა და არის საკმაოდ ღარიბი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისე იქნება საქართველოშიც. ამაზეა საუბარი და რა სხვა რამეზე. შეიძლება ვთქვათ რაღაც საქმიანი ურთიერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავბრუნდებით ევროკავშირის. არა, თავისთავად ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. აბსოლუტურად რეფორმების და რაღაც ამ პოლიტპატიმრების გამოშვების თუ რეალური არჩევნების ჩატარების გარეშე. არა, ერთი წამით. პოლიტპატიმრების გამოშვებაც და რეალური არჩევნების ჩატარებაც შეიძლება ან სხვა სახის მაგალითად კანონების შეცვლა. ეს კიდე არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გზის აღდგენის ესე ვთქვათ რაღაც გარანტია. ეს არის აუცილებელი, რომელთაც შეიძლება საერთოდ ლაპარაკი დაიწყო. დაუბრუნდეს ვთქვათ იმ ნიშნულს, თუმცა ვერასდროს ქართული ოცნება იმ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, რომელიც მათ ჰქონდა 2022 წელს, როცა კანდიდატის სტატუსზე შეიტანა და დაიწყეს განხილვა და შემდეგ პერსპექტივა მოგვანიჭეს, ხო? 2023-ში კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მაინც რომ რაღაც მდგომარეობას დაუბრუნდეს, საიდანაც შეიძლება ინტეგრაციაზე ლაპარაკი, ამისთვის აუცილებელი პირობა არის გამოშვება პოლიტიკური პატიმრების და შეტრიალება იმ დემოკრატიის საშინელი უკუსლის, რომელიც დაიწყო 2023 წლიდან, ხო? ხო და დანარჩენი ხა ეს შესაძლებელია აი ამ რაღაც ტრანზაქციულ ურთიერთობებში. მაგალითად, ევროკავშირი არ წყვეტს საქართველოსთან იგივე ეკონომიკურ ან სხვა პროექტებთან დაკავშირებულ ურთიერთობას, მაგრამ ეს მინიმუმი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, ხო? ამაზე შეიძლება მოლაპარაკებები არსებობდეს. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ იძლევა გარანტიას, რომ გაგრძელდება ევროკავშირში ინტეგრაცია, იმიტომ რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს ქვეყნის რეფორმების გატარებას. ამას გააყიდის, რომ აი ჩვენ აღვადგინეთ ურთიერთობა. ხო, მაგრამ რამდენი ხანი გვარქმევენ გველაპარაკებიან. კი ბატონო, სანამ არ გამოჩნდება, ხალხი დაინახავს 5 წელი გავა, 7 წელი გავა და არაფერი მოძრაობა რო არ არის ევროკავშირში. 7 წლის მერე თუ ვიხვდით, კარგი იქნება. კი, ნუ რა თქმა უნდა, ესეა ახლა ქვეყანა 5 წუთში მიხვდება მარტო ისინი, ვინც კარგად უკვირდება და ვისაც ესმის. ან ვინც ცდილობს რომ გაერკვას, მაგრამ მასა შეიძლება მოატყუო მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება მოატყუო და 1-5 წელი ამყოფო. როგორც ახლა ხდება მაგალითად, ხო 1000 რაღაცას ვიძახიან, ხო? მაგალითად რაღაც დიდმა გარკვეულმა ნაწილმა ხომ ისახმა არჩევნებში თითქოს და ევროკავშირში გავაწევრიანებთ 28 წელსო თუ რაღაცა, ხო? რაღაც საუბრობდნენ, ხო მოსახლეობასთან 30-ში მაქსიმუმ. მაგრამ ეს ხო ტყუილი იყო აბსოლუტური. ეხლაც ხო ხდება ტყუილების საუბარი, რომ თითქოს 28-ში დავიწყებთ გაწევრიანებას და ყველას გადავასწრებთ და 30-ში შევალთ, ხო? ესეც ხო აბსოლუტური ტყუილია, ვისაც ცოტა მაინც ესმის რა ხდება, როგორ ხდება გაწევრიანება, მაგრამ ეს შეიძლება რომ რაღაცნაირად გარკვეული დროის განმავლობაში აი ესეთი პოლიტიკური манипуляციებით შეინარჩუნო ეს დამოკიდებულება მოსახლეობის. მაგრამ დიდი ხანი ვერა ეს ვერ გაძლებს 5 წელიწადზე მეც ვერ ატყუებ მოსახლეობას როგორც ამ ფონზე სომხეთს რა პერსპექტივა აქვს ჩვენს გარეშე? ხო, სომხეთთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩვენმა მდგომარეობამ სომხეთის წინსვლა შეუსწრო ძალიან ხელი. ეს კარგად გამოიყენა პაშინიანმა და მისმა მთავრობამ და ყველა ნუ სხვა მიზეზების გამო რა თქმა უნდა რუსეთის დამოკიდებულება ყარაბახის ომი ყველაფერი დაემთხვა, მაგრამ ჩვენი სიტუაცია აღმოჩნდა კიდე ძალიან ძლიერი კატალიზატორი მათთვის, იმიტომ რომ დაიჭირეს მომენტი, რომ ევროკავშირს ახლა რახანაც საქართველოს კარგავენ გარკვეულწილად, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად კარგავენ. ამიტომ სომხეთი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აიღოს საქართველოს გეოპოლიტიკური როლი. ჯერ ერთი სომხეთის დერეფანი, რომელსაც ეხლა ხელს უწყობენ, რომელსაც აი სამიძე, რომელიც დღეს ჩატარდა, პირველი საკითხი იყო დაკავშირებულობის საკითხი. ანუ ამ დერეფანში ევროკავშირი 2 მილიარდ ნახევარ ევროს გაიღებს სომხეთში ამ დერეფნის გასანვითარებლად. ამას ამბობს საქართველოს რომ ჩვენს გარშე ეს დერეფანი არ გამოვა. ამათ იმედი აქვს რომ ტრამპის მარშრუტი ვერ ამუშავდება, რადგან ირანში ომია და ასე შემდეგ. არა, ტყუილი. რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის, მაგრამ ომი ირანში დასტაბილურდება, მოხდება ამისისაც და მეორე ირანში ომი შეიძლება ხელს არ უშლიდეს ამ მარშრუტის განვითარებას, იმიტომ რომ ძალიან შორს არის ამ ადგილიდან ომი. ჩვენ ვიცით, სადაც ხდება ძირითადი. ირანის საზღვარზე არის. ხო.
ირანის საზღვარზე, მაგრამ ირანი დიდია და იქ არის ესე ვთქვათ არა, საუბარია რომ ირანი არ დაუშვებს. არა, ეგ წარმოუდგენელი არ არის ეს პირობები ისეთი, რომ ომის პირობებში ირანი არ დაუშვებს. იმის გამო, რომ ტრამპის სახელი ქვია. არა, ესე არ არის. მაგრამ მოდით ამაზე დავხარჯავთ თუ ამუშავდება, გამოდის რომ საქართველოს აღარ დაჭირდება თამაშს. გეტყვით ახლავე. დღეს საქართველოსზე რამდენი გადის აი ამ დერეფანზე რა რაოდენობის ტვირთი გადის? სადღაც 5-6 მილიონი ტონა წელიწადში, ხო? სომხეთის დერეფანი შეიძლება 2 წელიწადში უკვე გაატარებს 3 მილიონ ტვირთებს სომხეთის დერეფანი და პერსპექტივაში შეიძლება გაიზარდოს 7-8 მილიონამდე, ანუ უფრო მეტ ტვირთის გატარებას შეძლებს, ვიდრე დღეს საქართველოს ატარებს. მე არ ვამბობ, რომ მთლიანად გამორიცხავს ეს საქართველოს, მაგრამ მნიშვნელოვან წილად რისკებს საქართველოსთან გამომდინარე რისკებს შეამცირებს და გადაიტანს აქ. რა თქმა უნდა, აქაც არის თავისი რისკები, ანუ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ჯერ არ არის სრულად მოგვარებული, მაგრამ ეხლა ევროკავშირის საფრანგეთი განსაკუთრებით და ევროკავშირი მთლიანობაში ეხლა პრაქტიკულად არჩევანის წინაშე, ანუ გააგრძელოს საქართველოსზე ისევ აქცენტირება და ამ დერეფანი ჩამოკიდოს საქართველოსზე. როცა არ იცი რომ არასტაბილური პარტნიორია, ხო? ანდა საქართველოსთან რაღაცნაირად მოაგვაროს ურთიერთობები ისე რომ რაღაც ნორმალიზება მოხდეს, მაგრამ არა ინტეგრაციის დაპირება, ეს უკვე გაჩერებულია და დანარჩენი განავითაროს რაც შეიძლება მალე სომხეთის მარშრუტი იმისთვის რომ იყოს აი ესეთი ესე ვთქვათ წონასწორობა ამ შემთხვევაში. ეს არის მათი მიზანი და ამას იყენებს რა თქმა უნდა სომხეთის ხელისუფლება მთავრობა ძალიან ჭკვიანურად და ძალიან სწორად ჩემის აზრით. საბოლოო ჯამში არ ვიცით როგორ დამთავრდება ეს ისტორია ყველაფერი, მაგრამ ის რომ თქვათ თლიანად საქართველოზე დამოკიდებული ევროპა ამის გამო არ დარჩება, ეს ფაქტია. ხო, ნუ უბრალოდ სომხეთს ცოტა გრძელი გზა იქნება, რომ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი ინტეგრაციაზე რო დაიწყოს საუბარი. ხო, ხა სომხეთი რთულ ვითარებაშია, ჩვენგან განსხვავდებით DST-ის წევრია, ODKB-ის წევრია, ევრაზიული კავშირის წევრია, იქ ჯარია რუსეთის. ეს არ უშლის ხელს დერეფნის განვითარებას. სომხეთის ინტეგრაციაზე არა, სომხეთი არ არის ჩვენი კონკურენტი ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირს არ ჭირდება მანდამაინც არც ერთი ქვეყანა რო იყოს ევროკავშირის წევრი ამ რეგიონიდან. მაგრამ ევროკავშირს ჭირდება რომ როგორც მინიმუმ ერთი ქვეყანა მაინც რომელსაც სრულად გამჭოლი დერეფნის ესე ვთქვათ კომპონენტს წარმოადგენს, იყოს ლოიალური ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართ და იყოს ისეთი პარტნიორი, ანუ რასაც ქვია ესე ვთქვათ გარანტირებული პარტნიორი, ხო? და აი აქ რა თქმა უნდა ის ინვესტიციას აკეთებს სომხეთში 2 მილიარდ ნახევარი არ არის ცოტა ეს არის გლობალური კარიბჭე ესეთი პროგრამა აქვს ევროკავშირში რომელიც თქვა ტრასეკას და ინოგეიტის შემდეგ და რაღაც ახალი პროგრამა შედარებით დაიწყეს რომელიც ავითარებს სწორედ დერეფნებს სატრანსპორტო დერეფნებს ყველა სოფლიოს ყველა ნაწილში რომელიც ევროკავშირს სჭირდება და აი ამ გეითვეის გამოყენება ხდება პირველ რიგში სომხეთში და საქართველოში უკვე აქვს ეს ინვესტიციები და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფული ჩადო ევროკავშირში როგორც რკინიგზის მოდერნიზებაში ისე ვთქვათ აი ამ იმების რა ქვია საავტომობილო გზების და დაკავშირებულობაში და ასე შემდეგ მაგრამ ეხლა უკვე რა თქმა უნდა შემცირებულია ეს დაფინანსება და კიდევ უფრო შემცირდება უფრო მეტად გაიზრდება დაფინანსება სომხეთის დერეფნის. ხო, აი ეს ვთქვათ მესიჯი რომელსაც აგზავნიან ქართული ოცნების ლიდერები რომ აქ არაფერი არ გამოგივათ, ხო ხედავთ ჩვენ ვერ ძრავს ვერ გვიყოფთ. ის არ ხო, ნუ ისინი ხواسე უყურებენ რომ აი ისინი ხواسე უყურებენ რომ ვიღაც deep state-ი დასავლეთი ევროკავშირი ცდილობს მათ შეცვლას და ოპოზიციის მოყვანას, ასე უყურებენ და აი ერთარჩენებით მოგვიგებთ, ანუ ჩვენ აქ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ევროკავშირის ბოლოს ადრე თუ მოუწევს აღიაროს რომ ბიძინა არის ამ ქვეყნის პატრონი, როგორც ალიევი თქვათ აზერბაიჯანის და მოდით დაველაპარაკოთ ბიძინა. გადავიტანოთ ახლა ევროკავშირისთვის გლობალურად ევროკავშირის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს აქ ბიზინა იქნება მართველი თუ ნებისმიერი სხვა. რა თქმა უნდა ევროკავშირი დაინტერესებულია თუ ქვეყანას უნდა დემოკრატიული წინსვლა და ევროკავშირი მზად არის რომ გაუწოდოს ხელი და დაეხმაროს. მაგრამ თუ ის ხედავს რომ ქვეყანაში არ ხერხდება დემოკრატიის განვითარება მისთვის თავარი ამ შემთხვევაში რჩება რომ ეს ქვეყანა არ გამოვიდეს შემაფერხებლად თავად ევროკავშირისთვის მისი პოლიტიკისთვის, მისი მიზნებისთვის და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში ხა აქცენტების ისე გადატანა რომ აი თითქოს ევროკავშირისთვის თავარი მიზანი იყოს ოპოზიციის მოყვანა ხელისუფლებაში და როგორმე ბიზნეს გაშვება, რა თქმა უნდა ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში რომ თუ ვთქვათ ოპოზიცია გაიმარჯვებს საქართველოში რომელიც პროევროპულია და
აქ ოპოზიციის, ესე ვთქვათ, აი საგარეო პოლიტიკა იქნება სულ თანხვედრაში მოსახლეობის ხედვებთან და ეს მეტ სტაბილურობას მისცემს, რა თქმა უნდა, საქართველოს. ეს არის მნიშვნელოვანი, უფრო სტაბილური პარტნიორი ეყოლება და პლუს დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება მოხდება. ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის აქ თავარი. აქ ეს არის თავარი საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენი მომავლისთვის აქცენტები იმაზე კი უნდა გაკეთდეს. მე მგონია რომ აი ივანიშვილი იმარჯვებს ევროპაზე თუ ვინ ვის ჯობნის. არა, ივანიშვილი ამ შემთხვევაში იმარჯვებს ქართულ ხალხზე. თორე ევროპა დამარცხებული ამ შემთხვევაში არ გამოვა. ის გააგრძელებს, მაგ ხო ხედავთ ახალ გზას ეძებს, ხო? და თუ მადამაინც გზაზეა საუბარი და საბოლოო ჯამში საქართველოსთან მიმართებაში ყველანაირი მცდელობა ექნება და დიდი მადლობა უნდა უთხრათ იმისთვის თუ ცდილობს რომ დემოკრატია დააბრუნოს საქართველოში. მაგრამ თუ ეს არ მოხერხდება, აქ ერთადერთი დამარცხებული ივანიშვილის მიერ იქნება ქართული ხალხი და მისი მომავალი და არა ევროკავშირი. ევროკავშირს ვერ დაამარცხებს საქართველოს და მით უმეტეს ღა ერთი ივანიშვილი. არა, ივანიშვილს რა უნდა, რომ ასე აღდგეს მასთან ურთიერთობა, აღარ იყოს საუბარი მის სანქცირებაზე, რაღაც იქ მედიების სანქცირებაზე, ასეთ რეზოლუციებს აღარ იღებდნენ როგორც დღეს მიიღეს და არაფერი შეეგუონ მის მმართველობას და რეზოლუციებს მიიღებენ, შეიძლება სიმწვავე შემცირდეს გამომდინარე იქიდან რომ აქტუალობა დაიკარგოს. მაგალითად შუა აზიის ქვეყნების მიმართ და აზერბაიჯანის მიმართ ხო აღარ იღებენ ისეთ მწვავე რეზოლუციებს. რატო? იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად აღარ არის მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა და არა მარტო წინააღმდეგობა. პერსპექტივა არ ჩანს დემოკრატიზაციის. აქ მარტო წინააღმდეგობაზე არის საუბარი. საქართველოში სანამ მოსახლეობა ჯერ კიდევ 80% მომხრეა რომ დემოკრატია აღდგეს საქართველოში და რომ ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს ამ კონტექსტში, მაგრამ როცა ეს დაცხრება ყველაფერი და თუ დაინახეს რომ გაიმარჯვა ავტოკრატიამ და დამყარდა მყარად, ხო? მაშინ ევროკავშირი რა თქმა უნდა არ გააგრძელებს ძალიან დიდ ძალისხმევას ამ მიმართულებით. და ეს იქნება ივანიშვილის გამარჯვება, მაგრამ არა ევროკავშირზე. ეს არის აბსოლუტური ბლეფი. ეს იქნება გამარჯვება საქართველოს მოსახლეობისთვის ის იქნება რომ დარჩება სამუდამოდ ხელისუფლებაში. ხო, ამის ეს არის მამის სამუდამოდ ხელისუფლებაში არავინ არ დარჩენილა. სანამ შეძლებს ასე ვთქვათ. ხო, არც ერთი დემოკრატიაც კი არ არის სტაბილური, ხო ხედავთ, ხდება დემოკრატიული უკუსვლა, გადატრიალებები და ასე შემდეგ. მაგრამ მით უმეტეს ავტორიტარული წყობილება ჯერჯერობით ვერ მოიგონეს ისეთი რაღაც ისა გარდა ძალიან ძლიერი რეპრესიებისა და რა თქმა უნდა დესპოტიზმისა. შეუძლებელია რომ სტაბილური იყოს და სამუდამოდ იარსებოს ავტორიტარულმა წყობილობამ. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. კახა გოგოლაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე შემოგვიერთდება. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება როგორც გითხარით ცოტნე კობერიძე მევესალმე მას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეთანხმებით ერთად მინდა ვისაუბრო აი ამ ფასების კამპანიაზე, რომელიც წამოიწყო ოცნებამ და რომელიც დასრულდა საბოლოო ჯამში იმით, რომ რაღაც სამეცნიერო ნაშრომი დადო საპარლამენტო კომისიამ ეკონომიკის საწყისებზე. და ბოლოს გითხრეს რომ თურმე ევროპაში უფრო ძვირი ყოფილა ფასები და კობახიძეს ახალ წელს ახალწლად რომ პირიქით ეგონა რომ ევროპაში იაფი იყო, თურმე კობახიძეც ცდებოდა. მოკლედ დაახლოებით ასეთი დასკვნა გამოვიდა და სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ამბობენ ჩვენ რაღაც ახლა სოციალურ კალათას შევქმნით და ფასებს დავუწევთ. ჩვენ როგორ ფიქრობ, ეგ მათი ინიციატივა არის? არა, მგონია მათი სოციალური პასუხისმგებლობას ერთად ყველა სუპერმარკეტს გაეღვიძა. ხო, არ მგონია, ძალიან უცნაური პერიოდი გავიარეთ, ძალიან უცნაური ამბავი იყო საერთოდ, ესე პირველად მოხდა, რომ მათი პროპაგანდისტული მანქანა თვითონვე თავის მიერ დამზადებულმა იარაღმა დააზიანა, ეს იარაღი თვითონ გამოძერწეს. ერთის მხრივ ფასები ძალიან ისეთი საკითხი არის, რომ პოპულიზმისთვის, პოლიტიკური აქტივობისთვის ძალიან დიდი მას ნიადაგს იძლევა, მაგრამ ეს უფრო მეტად მაშინ როცა ოპოზიციონერი ხარ, ხო და ამბობ რომ მე ამ პრობლემას ხედავ, მაგრამ მისი მოგვარების ბერკეტი მე არ მაქვს და მოდი მომეცით. მაგრამ შენ თვითონ როცა ხელისუფლება ამას იწყებ 14 წელს, რომ ორჩები იმ კლუბამ რაც არ უნდა გითხრას, მოქალაქე გეტყვის რომ ჰა, აგეთ, მიდი. ხო და რა გათვლა იყო შენი აზრით, რატო დაიწყეს? თუ ოპოზიციას დავასწროთ, მე ერთი ეს არ ხახსნა, მაგრამ მოდი ოპოზიციას დავასწროთ. სამ ოპოზიცია აყვირდება ფასებზე
ჩვენ აღვირდეთ. ჩემი აზრით ესე დაკვირვება არის რომ ავტოკრატიულ რეჟიმებში მთავარი პრობლემას მაინც რაც იქნება არა საგარეო პოლიტიკით ანასე ხდება ძირითადად ეს იყო კორუფცია და ფასები მათ შორის უნგრეთში და ყველგან და წინასწარი ამ დაკვირვებით იწყებენ იმ კამპანიას რომ თვითონ ის თემები რაც შეიძლება პოტენციალში მათთვის იყოს დამაზიანებელი ეგ გამოირიცხა და ეს იყო ერთის ხრივის და დაჭერები რასაც მოყვა შემდეგ და აქ რო ებრძვიან კორუფციას ეს თემა მიიკრეს და მეორე რასაც კვლევები აგდებს ეგ იყო ფასები და ფასთან მიმართებაში ეს რაც მარტო ერთად რაც ახსენდება თქო ეს არის საპარლამენტო კომისია ყველაფერზე რა კარგი რამე ეს რაღაც მიგნება აქვს თავიანთი ჭკუით რომ ვისაც გინდა დაიბარებ თუ არ მოა დაიჭერ და ეს რაღაცა პოლიტიკის კეთების რაღაც უცნაური წარმოგიდგენთ რომ ჟურნალისტი იყოთ რომელიც ნებისმიერ სტუმარი მოყავთ იმიტომ რომ თუ არ მოვა იჭერენ და გიგდა და ვისაც დადებ მოიყვან დაკითხავ რასაც ეს საპარლამენტო კომისია ხო რეალურად ოპოზიციის ბერკეტი იყო და 2020 წელს სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ვემხრობოდი ეხლა 2024-ისგან განსხვავებით ოპოზიციის შესვლას პარლამენტში იყო ეს ახალი წესი რეგლამენტში. ანუ 2020 წლამდე საპარლამენტო კომისიას საკამათოს ვერ შექმნიდი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, უმრავლესობის თანხმობა გჭირდებოდა და უცებ გადაწყვიტა ქართულოცებამ დემოკრატი გამხდარიყო და შეიტანეს რეგლამენტში ცვლილება, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა შეუძლია 50 კაცს. არ ჭირდება ხელისუფლების თანხმობა, თუ არ 50 კაცის ასე თქვა თანხმობა ეს იმხელა ბერკეტია წარმოიდგინე ხო ოპოზიციის ხელში როცა უმცირესობა ხარ 60 დეპუტატი ყავს მაქსიმუმ და როცა ამბობენ რომ აი პარლამენტში რა შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს თუ ასეთი ბერკეტი გაქვს შეგვიძლია გააკეთოს ხო შექმნა კომისია კორუფციაზე დაიბარო თუ არჩევნები ფიქრობ რომ გაყალბებულია არჩევნების გაყალბება გამოიძიო ნუ ყველაფერი შეგიძლია იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი კანონით ყველა ვალდებულია შენთან ითანამშრომლოს და გახსოვს რა გააკეთეს მაშინ ეს ხო მიიღეს ჩაწერეს და როგორც კი 2020-ში შარლ მიშელის ამბავი და შევიდა ოპოზიცია როგორც იქნა პარლამენტში ევთელი შარლ მიშელის ხელმოწერა და რაღაცები და მოითხოვა ოპოზიციამ კომისია უმრავლესობას ხტომაზე არ მოვიდა და ქორუმი არ შედგა ხო კენს არ უყურებდნენ მაგას კენჭი არ უყარეს და ასე ჩავარდა იმიტომ რომ თუ კენს უყურიდი აუცილებლად უნდა გასულიყო იმიტომ 50 ხმა ყოფნიდა და მოკლედ აი ესე შემოვლით გზით ჩაუგდეს ოპოზიციას და ეგ ამბავ და ეხლა თვითონ ქმნიან კომისიას ჯერ სააკაშვილის საქმეების გამოსაძიებლად ისე 14 წლის მერე და ეხლა რაღაც ფასები და იქნება ძირად რაღაც პროპაგანდისტული ხაზისთვის და ამ ნაწილში შექმნეს ფასისთვის და კიდევ ერთხელ დაამზადეს იარაღი საკუთარი თავისკენ, იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია, რომელზეც პასუხისგებლობა მოგეთხოვება ხელისუფლება შენ თუ თვლი რომ აქ არის რაღაცა პოლიტიკური ტიპის პრობლემა. და ახლა არ თვლი რაღაცა საბაზრო ტიპის რაღაც ჩავარდნებია. ხო ეს ხო პოლიტიკური ტიპის ბერკეტია, რომ პოლიტიკური ტიპის მოგვარება შემოგთავაზოს და წამოიწყეს ეს პროექტი, რომელიც ჩაუვარდა და საკუთარი თავისე წინააღმდეგ წავიდნენ და ისეთი მე უცნაურად ბანძი მესიჯები მოუწიათ, რომ მაგალითად უკვე ვიღარც გეუბნებიან ხორცის ფას კილოგრამებში კი არა, გრამებში, ლუკმა გთავაზობენ, რომ აი ნახევარი კილო. ხო, როგ ნახევარი კილო, აი 2 ყბით თუ ჭამდა 2 ლუკნისთვის ლარად გამოძრები. აი ესა დაგიჩეხეს რომ რამენერად მაინც გამოძრალიყვნენ და ბოლოს მივიღეთ სიტუაცია ისე რომ აღიარებ რომ კი ეროვნული ბანკი არსებობს, ის არის პასუხისმგებელი ფასებზე, რომ კი ინფლაცია ისედაც სახელმწიფოს ბუნებრივადაც გათვალისწინებული 3%-იანი უნდა იყოს ფასების და ზოგადი და ეს ზოგიერთი ეკონომიკისთვის კარგად არის და ნახო მე არ ვმხრობი და არ ვარ ინფლაციური ეკონომიკის მომხრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და არაფერი სხვა არ აღმოჩნდა და მთელი კამპანია აწარმოეს ის და მათ შორის ოპოზიციისთვის ეს არის ყველაზე კარგი შანსი რომ ერთის მხრივ დაძრა თემა რომელიც არ ეხება მხოლოდ გარეაქტორებს და გარეაქტორებზე არ არის დამოკიდებული, რაზეც ბურთი თვითონ ხელისუფლებამ შემოაგდო და ძალიან სუსტ ყოფაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ დროს ჩემთან კი არ უწევს პასუხისგაცემა და მის ოპონენტთან, იმ მოქალაქეებთან უწევთ, რომელიც არის მათი ამორჩეული. ეს ხო ფასები რო ამოვარდა, ხო იმიტომ ამოვარდა, რომ კვლევები ჩაატარეს და ხედავს, რომ ადამიანს ყოველთვის უხავს ფასები. იმიტომ რომ მისი შემოსავალი, მის გასავალთან მიმართებაში ეს ნაშთი გაინტერესებს, მეტი არაფერი. ფას ნომინალში რა ეწერება, შენ თუ ახერხებ ამ ცხოვრებაში მაღალი ხარჯის ცხოვრებას დაიწყეს, რომ აი ხელ შემოსავალი უნდა შემოსავალი გაიზარდოს უნდა ეკონომიკური ზრდა გვექნება და ასე შემდეგ. ანუ ეხლა მიადგენ სხვა საკითხს, როცა აქ ვერაფერი ვერ გაახერხეს ასე. და ამ რესტორნებზე დაბრუნდნენ. უბრალოდ თავიდან რატო იყვნენ ამ რელსებზე? და ძალიან კიდევ ერთხელ უბრალოდ მარტივად მიუდგნენ იმის გამო რომ აღარნერ ოპონენტები არ არსებობს, იმის გამო რომ მარტო არიან დარჩენილები. ეს რაღაც მერთხელ არა ოპოზიცია ხა სად ამის გამოყენება ხო? არა, კი და მე მოხდათ ეს სახეში. იქამდე თელი თვე ეს კამპანია დამოუკიდებლად მიქონდათ და დამარცხენ და ძალიან საინტერესო არის ზოგადად ეგ გამოცდილება, როგორ შეიძლება ცხვირი წაიმტრიო რაღაცა ტიპის პოპულიზმით. და განსაკუთრებით ეს უფრო მომღიმარე, როცა ამას ხელისუფალი აკეთებს, იმიტომ რომ ოპოზიციისთვის ბევრად მეტი ცდუნება, იმიტომ რომ ფინანსები არა გაქვს, გიჭერენ, ბევრი პრობლემა და აზრი მაინც გინდა ისეთი გამოცემა შეიძლება მეტად დაიბუსტოს, ხო? გარემოში. და
მინდა თან არ მოგეთხოვება პასუხი ხვალდაზე გიტყვი რომ თუ გინდა გამოცადოთ ჩემი ეს იდეა მოდი ამირჩიე და თუ არ ქენი მე გადამირჩიე ან მე გამანცხე მაგრამ ესეთი იდეა მაქვს როცა ხელისუფლება თვითონ არსებობს და თვითონ უწევს პასუხის გაცემა ისე მოკლე ხანში ხდება თან ეს რომ მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ მოკლე მეხსიერება რაღაცები გვაუწდება ეს აი გუშინ წილ დაფარდული რო გაქვს რომ ევროპაში უფრო დაბალი ფასებია ვიდრე აქ და რა ხდება და ვინმე ხო არ მოვკითხო და ვინმე ხო არ დავიჭიროთ და უცბად ევროპაში რა მაღალი ფასებია და მას ერთი და იგივე არქიტექტურა ანუ სამი თუ წარმოიდგინეთ ეხლა როცა ეს განცხადება გააკეთა ირაკლი ყობახიძემ საახალწლოდ იყო ხო რომ გამოვიდა ვიდეო ჩაწერა და კონკრეტულად ბრინჯი ევროპაში უფრო იაფია რაღაცა კიდე სხვა კარაკი და რაღაცები ქონდა ჩამოთვლილი ახლა ზუსტად არ მახსოვს შოკოლადამდეც კი მივიდა და აი პრემიერ-მინისტრი იჯდა და ვიდეოში ლაპარაკობდა რომ ეს ევროპაში უბრალოდ ეს ჩვენთან დაუშვებელია და ეხლა ჩვენ ვიწყებთ რაღაცა კომისია უნდა შექმნათ ჯერ სამთავრობო კომისია შექმნეს და იქ დაიბარეს ბიზნესმენები მერე სუსმა გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით ნუ ესეთი რამ ხარსად არ ყოფილა რომ სუსი ფასებს იძიებდეს და ბოლოს უკვე საპარლამენტო კომისია შექმნეს სამი თვე იგულიეს და აღმოაჩინეს რომ თურმე პრემიერი შემცდარა მაღალი ფასები კი არ ყოფილა. მე გამოვიდა ხა ერთ-ერთი პრემიერი და ჩვენ ხო ამოვიკვლიეთო, კარგად გამოვიკვლიეთო და აღმოჩნდა რომ იქ 50% უფრო ძვირია, უბრალოდ ზოგიერთი პროდუქტი არისო ჩვენთან ერთად და შეკაი ადამიანო სანამ ხელა ვიდეოს ჩაწერდი იმ საახალწლოდ მანამდე გამოგეკვლია, ხო? სამი თვე ამის გამო გვაწვავენ რომ ეს დაგედგინა რომ თურმე ევროპაში არა მართლა ძვირი ყოფილა. პოლიტიკაზე არ საუბრობთ, ამ პოლიტიკურ პრემიერ-მინისტრზე საუბრობთ. ხო, პრემიერ-მინისტრი წამოდგა ბრინჯის საუბრით შემოდის პრემიერ-მინისტრი მაშინ რაღაცა რამხელა გლობალურ საკითხებზე აბა ომი გინდა და მე ომის აქშოლი და მე დავიდა ბრინჯის დონემდე და ბრინჯის დონეზე თავის წინამდე წავიდა რამოდენიმე კვირა შემოდენიმე თვეში და ეს თან გემართება იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობა ფიზიკურად ყოველთვის ამას რა ჩაატარებ კვლევას პირველივე რავი 10 პრობლემიდან დაახლოებით პირველი 5 არის ერთი შინაარსის ეკონომიკური ტიპის შინაარსი ამას შენ ფასებად დაყობ შემოსავლებით დაყობ ხელფასებით დაყობ თავიბულო მიდიხარ ერთ მარტივ საკითხამდე ამ ქვეყანაში ადამიანს და უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრება ისე რომ მოახერხოს დანაზოგი შექმნა მაინც. ჩვენ თავი პრობლემა არის ის, რომ მოქალაქე რომელიც მუშაობს თვიდან თვემდე ის უბრალოდ ცოცხლობს და ცოცხლობს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ შენი რაიმე პროექტის ნაწილი, ანუ შენ ვერ გეგმავ შენ ხვალმდელს ეგიდელ დღეს, შენი ცხოვრება არის სიცოცხლე. ცხოვრებაში არის შენი ჩადებულება ჩინაარსი, ხო, ან რაღაც ის ფულს გადადებ, განცდა გაქვს მაგალითად თუდად რო გახდე და დან სამსახური რო შეიცვალო ან სხვა გინდოდეს, აი შუა პერიოდში 1-3 თვე მაინც გქონდეს იმისთვის, რომ სხვა სამსახური იპოვო და შენი განვითარებისთვის უკეთესი რამე მონახო. არა ამ დროს ამ ქვეყანაში ეს არ გვაქვს შენი გეგმის ნაწილი ვერ ხარ და ეს მოქალაქეებს ეს აქ მოქალაქეებთან უყურეს რომ დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა ამ ქალაქში მოქალაქე უყურეს რომ ტრანსპორტით გადაადგილებს და თუ კერძო ტრანსპორტი გააქვს გაგიძვირდა მანქანის ყიდვა და ეს სახელმწიფომ თავის ხელით გაგიკეთა ნუ ბენზინი გაძვირდა თავის ობიექტური მიზეზებითაც მაგრამ ხო გაძვირდა ხო ფაქტი ხეს არავის ნუ გეშიე არ არის მე რეგიონები რომ გადმოჯექი საჯარო ტრანსპორტზე თუ გადმოჯექი ეხლა მე მაგალითად მეტროთი მოვიდი და ვინმე რომ ნახოს მეორე ხაზზე გადმოსვლას რა ხდება ჯერ არის დასაქმებული 25 ადამიანი დაახლოებით რომელიც თავი როლი არის მოქალაქეები გაგვწყენ სოლს ან იქით მართლა ვიღაც მიყვიროთ და რომ აბა ახალგაზრდებო ფეხს აუჩქარეთ ვიცი ყოველ დღე დავდივარ მეტროთი ხარ ესეც ხრობივით ეს ხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა ახლა იყო 10 წუთის წინ გიყოლეს ესეთი გადაწყვეტა ხო როგორ უცნაური ფორმაა ნაპოვნი ან დაბალი ხარისხის სერვისი ხდება ამ მეტროში ფიზიკურად ვერ ეტევი იგივე პრობლემა დიდი ღომი და რო გამოაღწიო თქვა და ავტობუსი და ყველაფერი ეგეთით საჯარო ტრანსპორტში ხდება მნიშვნელოვანი პრობლემები ჯარიმა შეიძლება მოგივიდეს თუ მანქანაზე ხარ ისეთი რომ ალკო რაღაცა ქართული ოცნების ხარდაჭერებიც კი წუწუნებენ რომ შენ ერთი გასვლა გამოსვლა ხალხში გადაიმსა რომ დროს კარგავ ფინანსურადაც ძვირი გიჯდება და ამ დროს შენ ხედავ და აღარ ხარ ჩაკეტვის სისტემაში როგორც ხოროს გარესამყარო შენ ტელეფონს ჩახედავ და აღმოჩენ რომ ადამიანს ბევრად უფრო ხარისხიანი ცხოვრებები უნდა გარდა იმისა რომ ინფლაცია არსებობს სამედიცინო სფეროში და იქ ძვირდება როგორც წამლები და სხვა პროდუქტები და სულ ამაზე მედი სიწონი და ამის ფონზე სულ ეს ეკონომიკური პრობლემები არსებობს ამის ფონზე მაინტერესებს ბოლოს რა უნდა ქნას ოპოზიციის სტრატეგიაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ნუ აქამდე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან სულ იყო აქცენტი რომ რაღაცა ევროპა და ასე შემდეგ. ეხლა უკვე დაიწყო საუბარი მასზე რომ უფრო უნდა ვილაპარაკოს სოციალურ პრობლემებზე, იმის რაც ხალხს აწუხებს, მარტო ევროპაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ არ არის საკმარისი, ხალხში უნდა გავიდეთ, ეგ ალიანსი რაღაც დადის რეგიონებში 26 მაისს არის აქცია დანიშნული, ასე ვთქვათ, დიდი აქცია და ნუ ხალხი თითქოს როგორი ეტაპიდან გაიცი ოპოზიციაში ყველა ეძებს რაღაც ახალ გამოსავალს რომელიც ნუ ჯერჯერობით ასე ვთქვათ არ ჩანს შენ გაქვს რაიმე იდეა ამ მიმართულებით ხშირად ეგ დილემა უკვე დიდი ხანი არის განსაკუთრებით გასწორ როცა განათლების სფეროში რეფორმები მიმდინარეობდა და აშკარა პრობლემებს იწვევდა და ამის ფონზე უცბად და გაცილებით უფრო მეტად აქტიური იყო ეს საგარეო პოლიტიკაც მაშინ იყო ეს დილემა რომ
აქვს შეუყვეთ თუ არა რამდენად სწორია, მაგრამ ამას ვერ გაიქცევი. ეგ არის პოლიტიკა და ამ ქვეყნის პოლიტიკოსი ხარ ჯამში. ამ ქვეყნის მოქალაქეზე გინდა შენხმა, ამ ქვეყნის მოქალაქეს რაც აწუხებს, იმაზე უნდა ისაუბრო. იმის მიქითაც რაც უნდა სხვა გარე პრობლემა გაწუხებდეს, მაგალითად, რას იზავს სახში რაღაც რო გაფუჭებული, მაგალითად, გასაკეთებელია, თქვა რა ვიცი. სახში გაყვანილობა, წყლის გაყვანილობა თუ გაფუჭებული არის, უნდა გააკეთო და ვერ იტყვი, ეხლა რა ქვეყანა რუსდება, რა დროს წყლის გაყვანილობაზეა საუბარი. რა ადამიანი ცხოვრობს ყოველდღურად, ის ევროპაცი უნდა რომ მისი ცხოვრების ხარისხი იყოს ხვალდაზე უკეთესად. ის ღირებულებები, რა ღირებულებიც, იმიტომ უნდა რომ ისთვის რომ ეს ღირებულებები ქნის უკეთეს ცხოვრებას ადამიანისათვის. ამიტომ ის ყოველდღურად ცდილობს ეს გამოსავლები დაინახოს. პოლიტიკა ყოველთვის ამ პროცესში იყო ძალიან რთული. ჩვენ არასდროს მარტივი არ ყოფილა და არასდროს ეგრე არ არის, როგორც გინდა ის თემები ეს ხალხი იყო, რომელიც ქნის მიცემის უფლების რო იბრძოდნენ, იმ ხალხს ხოცავდნენ. ამიტომ ჩვენ მოქალაქეებზე იმდურო ეხლა ამ საკითხებზე რატო არ ვფიქრო და შენ პრიორიტეტები განვსაძლო, აზრი არ აქვს, მას აქვს საკუთარი პრიორიტეტები. ამიტომ თუ შენ გინდა პოლიტიკა, შეიძლება კაცო არც მოგწონდეს, არც ეთანხმები და გააგრძელო შენი გზა, მაგრამ თუ გინდა პოლიტიკოსობა და ეს გააგრძელო, მოგიწევს ამ საკითხებზე საუბარი და შენეული ხედვა დაანახო. თუნდაც იმ ევროპით დაანახო, თქვა ამ ფასების ნაწილი, ყველაფრის ნაწილი, რატომ შეცვლის ის ისეთ პრობლემას, რომელიც მას ყველადღურად ხდება. საჯარო ტრანსპორტზე რო საუბრობთ, ხო, რატო ხდება რომ იქ უფრო მაღალი ხარისხის მაღალი ტრანსპორტები რო ჩვენ ამ თემაზე დაბრუნდეთ. უბრალოდ რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ მძევლობიდან, საკუთარი თავი ჩავაგდოთ, რომ რაღაცებზე არ ვისაუბროთ, ან ვისაუბროთ. გრძელდება ცხოვრება და ამ ძელ უნდა გამოხვიდე. მათ შორის მოგიწევს იმაზე საუბრო, კი ზელესკი და ყობახიძე ერთმანეთს ხდება. აღარ არის სიტუაცია ისე როგორც გუშინ და გუში წინ იყო. ვეღარ იქნები შენ ხოლმე ჩამოკიდებული, რომ არ თანამშრომლობა, ესენი აღარ არიან ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება თუ ხელისუფლებას ახერხებს, ანუ თუ ახერხებს რომ გადასახადები აკრეფოს, თუ ახერხებს რომ კანონები მიიღოს, ამ კანონების მერე ვიღაცა დასაჯ ვიღაცა არა, პოლიტიკა მერე კეთდება. ეკერა ედგარ ჭევარდაძე, პუჩით მოსული ის იყო, ხო, ადამიანი, მე პრეზიდენტი გახდა ამ ქვეყნის და მერე მის ხელში დაფრთხიანებული პოლიტიკური ელიტა გახდა შემდეგი ათწლეულების პოლიტიკის გასაზღვრელი. ფაქტია რომ ააგრძელა ხო და მოხდა ეგ. ამიტომ რაღაც რო გრძელდება დროსთან მიმართებაში, ეგ სახელმწიფოება გიწევს. დღეს თავი პრობლემა რაიც მე მიდიხარ, რომ ნებისმიერი აქტივა მიმართულია რისკენ. მე როგორც მათ შორის ოპოზიციონერი, კარგი გზა რო დაგანახო, როგორ არის. მე რას გეუბნები, მე ძალაუფლებას ხელში როგორ ვიგდებ რა, გზა მაქვს დანახული, ეს გზა არის რევოლუციის, ეს გზა არის ისეთი ტიპის არჩევნები, რომელიც კვაზი რევოლუციურია, თქვა, როგორიც, რავი, 2012 წელს იყო, ან 2064 წელს რაღაც მოკლედ, ან ეხლა კიდე გაცილებით მეტი გინდა რომ იქამდე იმდენად ჩამოშალოს სისტემა, რომ მოხდა რევოლუცია, ხელისუფლება ვიღარც უსაკუთროს და ვიღარც ერაბებს და აქეთ მინდის პროცესები და ეგეთი იყო დაახლოებით ჩარშად დეკემბრის თვეში, როცა ქართლოცებას ხალხი ტოვებდა, დღეს ეგ გაცდა აღარ არის. ამიტომ პოლიტიკოსმა უნდა თქვა რომ იმზადები ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის თქვა რაც არ უნდა იყოს და იქ გახვალ და მაგიტომ ჭირდება შენი მხარდაჭერა. დღეს რომ მე მერაბს მოვეწონო რომ შევაჯამო მარტივად, მერაბი უნდა იცოდეს, ცოტნეს რითი დაიხმაროს თქვა ისე, ჩემი ფოლოვერი იყო, ტაშის დამკვრელი იყო, დამლაიქებელი და გამშერებელი იყო თუ ხმის მიცემი იყო ჩემი თუ ჩემთან ერთად წამოსვლელი და მოჭხუბარი ადამიანი იყო. ხო, ამიტომ დღეს სანამ ეს არის დაბლარული და გონია რომ ამის დაბლარება უკეთესია, ვიდრე ამის სიცხადე, ეს არის თავი პრობლემა. მე რასაც ხვდა ხშირადაც ჭუბობ ხოლმე შეგოგას არ მოწონთ ამას საუბარი, იმიტომ რომ სიცხადე შემოვიტანო, ჩემთვის არ არსებობს აქ არასწორი პასუხი. უბრალოდ უპასუხისგებლობა, ანუ პასუხგაუცემლობა არის ამ საკითხებზე, ხოლო არასწორი. მაგალითად, ჩემთვის ხაბეიშვილის ქცევა ბევრად უფრო ლოგიკური იყო, მიხოთ იმის ამერისი არ მიჯეროდა. და რაღაცა ლელოს პოზიციაც ბევრად უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე ის არ მიჯეროდა, რომ ერთმა გითხრა რომ ნუ ამჯერ ამის, მეჯერ ამის დავა თუ კარგად არჩევნები გონია, როცა იქნება და მიჩვენია პარტიული სტრუქტურა შევინარჩუნა გავიდე. ეგ ხარ ეს იყო, რომ ნუ ჩემს ეხა თუ არ შევასწინდა რამე თუ არ ცადეთ, ესე თავისთავად არაფერი არ გამოდა. ეს სადაც. ხო, ეგეც განცხადება გამაგებინეთ 26 მაისს აქცია არის თუ არ არისო. 26 მაისს საკეთებს. დაბლარვა. გზა ეგჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. მე მაგაცდა რომ ისე გვინდა როგორც ხშირად ხდება ხოლმე ერთი დეგივე ციკლი არჩევნებს ვერ რომ აღარაზოს არჩევნებში აზრი აქვს, მე მინდა რომ გადის მე მიპარვა მაინც არჩევნებზე ხდება და მე ბოლო თვეები უნდა გიმტკიცო, რატომ მერაბის ერთ ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ერთ გადამწყვეტს და შენ თუ სახში დარჩი მოღალატე ხარ ქვეყნის შენ არჩევს და წახვიდე შენ თუ არჩევს არ წამს ბიძინას აძლევ ხმას, ანუ მე უკვე ხდება რომ არჩევნებისადმი უწმუნოობა ქოცობად მიიჩნევა. იქამდე არის პერიოდი თუ არჩევნების წამს ეგ არის ქოცობა და ამ დროს როცა შეგვიძლია უფრო მეტი დრო მეტად გულწრფელად და შეიძლება ეხლა დაზიანდე, ეხლა გაკრიტიკო, მაგრამ შენ თუ დაანახებ მე მოქალაქეს რომ აზრი შეძენ და ეს ძალა გაქვს მე არავინ ჯინაზე თქვა დიდხანს არ ჩერდება ხალხს ისეთი მიქარულები გვაუწყდება ერთმანეთს უღონი ხარ რამე გამოსოლდა დღეს მეტი არაფერი ხო და ეგეც იქ ამიტომ პოლიტიკურ ასპექტმა მარლევე უნდა მიიღოს ეგ გადაწყვეტილება თან მესმის რომ კაცო ქართულში აქ აგზავნოს და შენ ზანაც რომ გინდოდეს ეგ რაღაცები იმას გას მაგრამ რაც არ უნდა იყოს შენ პოლიტიკა შენ თვითონ არ უნდა მოკვდა და უნდა იცადო და თუ ეგ არ გამდის ეგეც მესმის
გასაგებია მაშინ ყველამ ამაზე უნდა იყოს გარკვეულობა და ეს ვიცოდეთ. ეხლა არის თარიღი 26-ის მეინსტრიმ ოპოზიციის, სადაც არის ცხადი ხა პრობლემა, მაგრამ ხა ვეღარ ხდება ნაციონალური მოძრაობის პოზიცია და ხა ხაბეიშვილის ეს პოზიცია და ხა კოალიციის ერთ-ერთი რა თავს ხარ დავიშტერებ. ეხლა ამას ვაპური ვიღაც იტყვის რომ რატო ერჩის ეს კოალიციას ვარა თავს ხარ დავიშტერებ იმის გამო რომ ვიღაც არ შეძლო ამას ვერჩი. სიმართლე რაღაცა არ ეგ ბუნდონება, მაგრამ არის კონკრეტული თარიღი, ყოველთვის არაგინდა რომ ეს თარიღი დაზარალდეს და ვისაც უნდა გავიდეს რა როგორც იქნება, რა შინაარს არ უნდა ქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა. გარეთ გასვლა ალბათ ყოველთვის ასე ცუდი არ არის, მაგრამ მე მგონია რომ 26-ის მერე ალბათ ეს კითხები როგორც ხდება ხოლმე რაღაც თარიღი 4-ი რომ მოვილიო და მერე დაიწყო რაღაცა და ცოტათი ერთი ნაბიჯი წინ გადაედგა ნაბიჯი ალბათ 26-ის მერე ამაზე მეტი პასუხი გეცოდინება. ეხლა რა პოლიციაში ვართ ოპოზიციონერების მშრალ ნაწილი არიან, რაღაც მე ვამჩნე რომ ხალხზე ვართ გაბრაზებულები, რომ რაღაცა რა მადი არის გამარჯვება იმას გიქნათ ჩვენ და მოთხოვნები რატომ გაგეზარდათ და თუ იმის რამე შნო გავხთ რა პოლიტიკოსობა ის კი არ არის, კი არ განდერძი კი არ მაქვს და ეგ მიდგომას მე ვერ ხვდები რა ჯამში შეიძლება უმადურ საქმეს მიდო და მაშინ უნდა გაეშვა, მაგრამ ეს ნავალოვსკი ფეხბურთელი რო იყო და ესპანეთს რო ჩვენ რო გვაგინო მაყურებელს ფეხბურთელი რო მაყურებელზე რო გაბრაზდეს. როგორც ეგ არის უცნაური. ხო შეიძლება ზოგჯერ უმადური იყოს, მაგრამ მაყურებელი, მაგრამ აზრი არ აქვს, უცნაური ეგ არის პოლიტიკოსი. იმიტომ რომ როგორც ფეხბურთელი ხშირად დაუმსახურებლად დიდ დიდებას იღებს, ხო? რომ დაფიქრე რა გოლია, მისი საქმეა სპორტია, ხო და რა ხალხი აგერა ომში მიდის სიცოცხლეს თმობს და მათ შეიძლება იმდენი დიდება არ ქონდეს, ამიტომ ერთ ფეხბურთელზე ხალხი ისე გაგიძებს. როგორც დაუმსახურებელი დიდება, ისე დაუმსახურებელი კრიტიკას მაგას მოყვება. პოლიტიკოსიც ეგეთია ხოლმე, რამდენჯერ ადამიანი რო შეხვდება და ისეთ ხელას დაგიწყებს, ხო? რა გიქნა არაფერი, მაგრამ მას იმდენად იმედი ხარ რომ როკსტარობა საქართველოს პოლიტიკოსი, აი დენილსონი თავის ქვეყანაში და შამიშელი, შეიძლება კაცი უარყოფითად ზუსტად მოქალაქე ჩვენთან როკსტარები პოლიტიკაში საქართველოს ძალიან გაინტერესებს ხალხს. ამიტომ როგორ შეიძლება გაგაღმერთოს ვიღაცამ, ისე რომ შეიძლება მეტიც მოგთხოვოს, ასე შემთხვევით რომ არის, მაგრამ ამაზე გაბრაზება საზრიალად ხალხზე გაბრაზება უნდა მორჩეს, რაც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ პოლიტიკას აზრი დაუბრუნეთ. მიხვალთ იმის რომ ფართოცება ყველაფერი შეიძლება რომ უაზრობა გახადოს პოლიტიკის კეთება. მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და თუ არსებობს ითქმებოდა ალბათ აქამდე. ან ეხლაც ითქვას, არავის პირში არ ჩაუვარდება გამოსავალს რატო ამბობს. გასაგებია, მადლობა დიდი ცოტნე კობერძე იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე გემშვიდობებით. ხვალამდე ხვალ ჩვენის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.